ზუსტად ამიტომ ვცემ ძალიან დიდ პატივს ფიტნესის ბოდიბილდინგის ლეგენდას რონი კოლმანს, რომელიც პირველ რიგში მაკრონუტრიენტებით ითვლიდა საკუთრს და რა კალორიები. და მეორე რიგში, იმიტომ რომ ინტერვიუ მაქვს ნანახი, სადაც იძახის, რომ მე მაგალითად ბოსტნეულს არ ვიღებდიო და როდაუსვეს კითხვა, რატო იქ ხო სასარგებლოა, ვიცი, მაგრამ მათი გემო არ მომწოდა და მერჩინა ისევ ნახშირწყალი მიმეღო ბრინჯის, ტვილი კარტოფილის და ასე შემდგომ სახით. და ზუსტად ეგრეა რა. არც ბრინჯი არ არის არაჟანსავი. და თუ ვიტამინებს მიიღებ ტაბლეტების სახით, არ მიიღებ ბოსტნეულს არა უშავს. თუმცაღა რო გამოდიან ინფლუენსერები რომ არ მიიღოთ ბოსტნეული ან რამე მსგავსი, არა. სასარგებლოა, ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება. თუმცა რაღაც თუ არ მოგწონს, შეგიძლია ჩაანაცვლოს სხვა რაღაცით და რასაც ის გაძლევდა, ამ შემთხვევაში ბოსტნეული, ის მიიღო ვიტამინების სახით.